ახლა ვარ თუშეთში, ომალოში და ვაპირებ რომ გადავიდე აწუნთაზე. მარტო. ანუ, ვთქვათ მარტო და ძალიან მიხარია რომ მაგას გავაკეთებ და აწუნთაზე იქნება გადასული. ავიღე მოსასხვრებთან საშვი და მივდივარ. საშკროთ. გამოვედი გირავიდან მოვუყვები ბილიქს და ან დამცხავ ვიღალი ცოტა ზამძიმე ჩანთაც მაქვს. ხედები კეთ კოშკების ნანგრევების ოფლების ნანგრევები და ძალიან ლამაზია. ნახეთ. ძალიან კაია. ჩემსუკან აი იქ არის ჭონთიო და გზაში მოვდივარ და მე წრხები ვარ ბილიქს. მეთქი არავინ არ არის. სოფელი ჭონთიო. ახლა შემოვედი. ნანგრევებად არის ქცეული. არაფერი აქ აღარ ხდება. ნახეთ. და ერთ დროს აქ ცხოვრება დუღდა. და სამწუხარო არის რომ აი ესეთი ადგილები არის განადგურებული. ნახეთ. ანუ დეი ნასახლარი არის რა. ხედავ ხა სახლი იქნებოდა ეს ორი ოთახი ჩანს. აქაც, აიქაც. რავი, კოშკების ნანგრევები და მთელი ამბები. რავი. ეს მე და ჭონთიო. ანუ აქ ნანგრევებია სახლების და არ ჩანს და ესე მოვდივარ. ძალიან ლამაზია. აწუნთის ვიღალთ ეხლა და დამრჩა 11 კილომეტრი ასე წერია და 6 საათიო. ახლა არის 3 საათი. ხა და არა მგონია რომ მე ხა აწუნთაზე საღამოს 9-ზე ვიყო, მაგრამ ეს არის პირველი საბანაკე ადგილი, რაც შეიძლება რომ გამოდგეს საბანაკედ რა. რუკაზეც მონიშნულია საკემპინგი ადგილად და ხა მაგდენიც არ შემილია რომ 11 კილომეტრი 6 საათში გავიარო. აუ ძალიან ლამაზია. მე მგონია პირას იმას ძალიან მოიღრუა. ძალიან და ხარი ამოვარდა და იქით უკანაც პრობლემია, მაგრამ აქედან მოდის და ამიდივარ იქეთ და მე საიდან დავგამოდეს ის მიდარ მე და ძალიან არ მინდა რა. ეხლა წვიმაში მოვყვეთ ჯერ კიდე საბანაკებთან სადღაც 5-6 კილომეტრი მაქვს დარჩენილი. ხო და იმედი არის რომ არ გაწმდება. აი ახლა გადმოვიარა ერთ-ერთი ყველაზე რაღაცნაირი საჭირო მონაკვეთი. ზავი იყო ჩამოწარილი და იმ ბილიქზე ვერ გავიარე და ზემოდან მომიწია გადავდა და ძალიან ვიწრო მონაკვეთები იყო და ავსენცია ჩანთარა აქვს და ძალიან ძნელი იყო გადავდა. ესეთი ბილიკია. ხეთ ესეთი ველობიჭი შემდგარ გზაზე. велосипедის ძალიან ლამაზია. საბანაკემდე კიდე 4 კილომეტრი დარჩა. ახლა არის დილის 9:30 და ცოტა კი დამეგვიანდა ლაშქრობის დაწყება, მაგრამ არ ავშვის.
წესა დღეს აწუნთაზე უნდა გადავიდე ქვახეთიდან და ნახოთ რა იქნება. ახლა მოვედი დინარის როცა გადასაკვეთი იმის გზაზე ხია აწუნთაზე და მოგითხრა რომ ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს დინარე მაგ გადასაკვეთი არა მაგრამ გზა არა ედია წყალია ძაბი მაგრამ წვიმს აი ძალიან წვიმს და ხა ვიცი საწვიმს და რაღაცებს და წვიმს 5 საათნახევარი გადავღებელი წვიმის შემდეგ დღეს გადაიღო საღამოს 8:30-ზე და ვიდივარ ახლა აწუნთაზე გადასავლელად წარმატებები უნდა მისურვოთ ესეთი ამინდია ჩამს უკან აწუნთაზე მაღრუბლული და აქეთ არის კიდე ესეთი ამინდი ცოტაც არის გახსნილი think so. ღამის 10:05 წუთია და აწუნთაზე ახლა მოვედი და ჩავიშვა ხარშეჭ და ეს პატარა ლამაზი ფანჯარა დაგხვდა მზის ჩასვლის ძალიან დავიღალი და ძალიან მეძინებოდა მშია შვიდი სახევარია ახლა გავიღვიდი ჩაცმულსაძი და წუხარი ისეთი ყივა იყო თბილისაძე კი მაქვს მაგრამ მაინც ციო და ესეთი ამინდი არის გარეთ მაგრამ ნახე ჩავლაგდებით და დავიწყები ბუცოსკერი ვიდრე წივა არის ესეც პროგნოზი Шаушо. Это близко скин высота. Что фону. Это я дали. 9 საათია და ვეშვები მუცოსკენ მიდივარ და იქით გადავაშები მოკლედ ხელსურათისკენ გზა ესეთი აყოლებული დეკებია ძალიან ლამაზი დილას რა გავიღვიძა მესმოდა შურთხის ხმა აუ რა მაგარი იყო აი ძალიან მესიამონა გუში მომესმა იქით ამხარეს მაგრამ თუშეთის მხარის რა მაგრამ იქით დეკიანები მესაც ვიყავი დაბანაკებული კი მესმოდა ოღელტეხილის აწუნთის ძირში მაგრამ დეკიანები იქ არსად არ იყო და ძალიან გამიკვირდა რომ აქ არის თქო ეს შურთხი ამ სიმაღლეზე ხო და აქეთ ახლა ხოსვეც ხარს აკიხედავთ რომ დეკიანები არის და ძალიან ბევრი ყვირო და აი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო მუხლები მტკივა მაგრამ რაც არის ეს არის